ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება ითქვას ერთი რამე. პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, როდესაც დატვირთვა ომის მიერ დატვირთვა, ამიტომ მეომარი ქვეყნის ლიდერზე დატვირთვა პრაქტიკულად ათმაგდება მინიმუმ, შეიძლება 100 მაგდება კიდევაც. ამიტომაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება მართლა ცოტა არ იყოს ძნელია. იმიტომ ძალიან მოკლე არის და ძალიან დამონტაჟებულია ყველაფერს, რასაც ჩვენ ვხედავთ. უკრაინელი გენერალი გვარად რომანოვი იყო რუსეთის სუვერენული ტერიტორიაზე კომენდატურის, საოკუპაციო კომენდატურის ხელმძღვანელი, ხო? პრაქტიკულად უკვე რუსეთის ყველა მოქალაქემ იცის, რომ ომი მიდის მათ ქვეყანაში. მიტაცებული ტერიტორიების კონტროლის ალგორითმი აღარ გააჩნია ელცინ პუტინის რუსეთს. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემების ციკლს და ფრიად უცნაურად დავიწყებ თუ ნებას მომცემთ. უცნაურად დავიწყებ და ვახსენებ ასე მაგალითად რეჯეპ ტაი ერდოღანს თურქეთის მე თუ მკითხავთ ისტორიულ ლიდერს, ან ვახსენებ ასე მაგალითად ჩინეთის ლიდერს სინ ძინპინს. მოკლედ, როცა არაკომპეტენტური ვარ, მე გულახდილად გეტყვით, როცა არაკომპეტენტური ირაკლი დაბლიაშვილი ამ ადამიანებზე, ამ პერსონებზე მსჯელობს, ან ფიქრობს. აი მაგალითად ერდოღანზე ვამბობ ხოლმე, რომ ის ფრიად თავდაჯერებულია. სინ ძინპინზე ვამბობ, რომ ის ფრიად ძლიერი ლიდერია, ვინც ის და მაო ძედუნსაც კი ეჯიბრება ასე ვიყი ფსიქოლოგიურად. როცა ვაკვირდები ასე მაგალითად ტრამპს, მას ერთხელ თქვამიც აქვს, სოფლიო ლიდერებს ვთქვა, რომ მე ვარ აქ ბოსიო და ის ცდილობს, რომ იყოს ბოსი. როცა ვაკვირდები საქართველოს ზოგიერთ ლიდერს მართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, მგონია, რომ ისინი ყბა აკანკალებულები არიან და თავდაჯერებულები არ არიან და ცოტა უჭირთ კიდეც. ვერ გეტყვით. კვლავ ვიმეორებ, ეს არის არაკომპეტენტური, ჩემი არაკომპეტენტური პირის ჭყალებში დასკვნები ამ პირებთან დაკავშირებით. შორიდან ასე შეფასება, დასკვნის გაკეთება, დიაგნოზის დასმა, ალბათ კი არა, ნამდვილად წარმოუდგენელია და კითხვაც რაც ჩანს ასე შორიდან, ასე მაგალითად პუტინთან მიმართებაში, როგორია მაგალითად პუტინი, ხო, პუტინის ფსიქოლოგიური ან პუტინის ვით უფრო ფსიქიკური მდგომარეობა, ალბათ არარელევანტური კითხვა ვაღიარებ, მაგრამ მაინც უნდა დავსვა ეს კითხვა, მე სტუდიაში მიერთება, ვირტუალურ სტუდიაში გიორგი ბერულავა, ფსიქიატრი, მე მესმის ბატონო გიორგი, რომ არაკვალიფიციური კითხვაა შესაძლოა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. რისთვის თქვა შეიძლება, თუ შეიძლება რამის თქვა საერთოდ. აი როგორი ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური მდგომარეობა უჩანს პუტინს. რამდენად კვალიფიციურია კითხვა, ამაშიც კი არა ვარ დაარწმუნებული. გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა, განმეორებით ჩვენ ხვდებით ერთმანეთს და ჩვენ ჩამოვიყალიბ და ურთიერთობის ის ფორმატი, თქვენ როგორც ჟურნალისტ და მე როგორც ექიმ სპეციალისტ, რომელიც მიმაძლევს საშუალებას, რომ მივესალმო და ქართულ ენაზე მივმართო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ამ თემით. ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება ითქვას ერთი რამე. რომ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ადამიანი 2020 წლიდან მინიმუმ, სავარაუდოდ შესაძლებელია 2014 ან 13 წლიდანაც კი, მოქცეული არის სრულ ინფორმაციულ, აი რასაც რუსულად თვითონ რუსები ეძახიან პუზირი. გარკვეულ ესეთ ინგლისურად რასაც ქვია ბაბლი, არის რაღაც გარკვეულ ესეთი აკვარიუმში, რომელშიც ჩვენ ვიცით, რომ მასთან მოსახვედრად ჯერ კიდევ პანდემიის დროს ჯერ ერთ იმ მართლა ციფრი რო გეყოფოდა იმ პირთა ციფრში უნდა ყოფილიყავი და რიცხვში, ხოლო შემდგომ უკვე, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, ისინი არა მარტო ვლადიმერ პუტინი, არამედ მთელი რუსეთის პოლიტიკური მართველი აი ეს ძირითადი პოლიტბიურო ორინულს რო ეძახიან, ხო, ძალიან თვითონ რუსი ანალიტიკოსები, ისინი პრაქტიკულად ბუნკერ-ბუნკერი იმალებიან.
ამ მდგომარეობაში მით უმეტეს როდესაც რა ვიცი აბა მე მგონი კიევი სამ დღეში აღებული არ იქნა და შესაბამისად არც ვიქტორ იანუკოვიჩის ის ახლა ხეშჩატიკზე ხო როგორც წარმოედგინათ ვლადიმერ პუტინს დანარჩენებს განსაკუთრებით რამზან ყადიროვი რო გამზადებდა იქ ეცეკვათ რაღაცა ქრეშჩატიკზე მაგრამ ეს ყველაფერი შესაბამისი შედეგით დამთავრდა პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, როდესაც დატვირთვა ომის მიერი დატვირთვა, თან მithumetes მეომარი ქვეყნის ლიდერზე დატვირთვა პრაქტიკულად 10 მაგდება მინიმუმ, შეიძლება 100 მაგდება კიდევაც. ამიტომაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება მართლა ცოტა არ იყოს ძნელია. იმიტომ ძალიან მოკლე არის და ძალიან დამონტაჟებულია ყველაფერს, რასაც ჩვენ ვხედავთ. დავილოდოთ ერთი, მაგას უყვარს ხოლმე. დეკემბერში შეკრება მორჩილი და კმაყოფილი ადამიანებისა, რომელსაც რატომაც აგრეთვე ჟურნალისტებს უძახიან, ხო, გახსოვდათ მე რა. როგორ გონიათ თქვენ როდესაც მე მოგიწევენ იქ, ა? ესეც შეკითხვაა. მოგიწევენ პუტინთან როდისმე შეხვედრაზე და მე შეკითხვის დასმის შესაძლებლობას მოგწემენ? ხო და მაინც ესე არის ხოლმე, რომ მას ძალიან უყვარდა ხოლმე ეს ყოველწლიური თავისი შეხვედრები, სადაც გაწორთნილი პრაქტიკულად პავლოვის რეფლექსიით, პავლოვის პირობითი რეფლექსებით გამოწორთნილი ადამიანები შესაბამის როლებს ასრულებდნენ, თვითონ თვითონსამდე ცოტა აი რომლებიც ესე რაღაცას წამოიწმუტუნებდნენ, მე ეს რაღაცას გაიხუმრებდა, გამოავლენდა თავის უკიდურეს ასე რა ქვია, იუმორის გზნობას, რომელთაც ძალიან ამაყობს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დაველოდოთ ზუსტად აი ამას, რომ როდესაც მოხდება აი ესეთი აი პირდაპირ ეთერი როდესაც იქნება. მithumetes მას ძალიან უყვარდა ხოლმე ახლა მარათონებს აწყობდა როგორც მიმახსოვს 3-4 საათის განმავლობაში და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ზუსტად როდესაც იქნება აი ასეთი მარათონი თუ შეიძლება ასე ითქვას აი ჟურნალისტური აი ესეთ გარემოში აი მაშინ გაცილებით მეტი გახდება ჩვენთვის იმ დარგის სპეციალისტების რომლებიც აი დაუჭრელ კადრებს რომ ნახავთ ამაზე გამახსენდა როდესაც აი ჩაირთო და მე დამთავრდა ლაივში თქვათ 3 საათ ნახევარში ამას ვერ წავართ მე იგი უძლებდა ამ დატვირთვებს წლების განმავლობაში დიახ ისმენ ამაზე მოვიფიქრე ერთი კითხვა, რაც უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში, რას ველოდებით შესაძლოთ. იმიტომ რომ 1 წლის წინ მაგალითად, ან 2 წლის წინ, როცა ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ჩემთან გადაცემაში კონტექსტში ფორმულას ეთერში, ჩვენ მე და თქვენ და ჩემი ბევრი რესპონდენტი ძალიან ხმამაღლა ვაცხადებდით იმას, რასაც ახლაც ვიტყვით, განა არა, რომ ამ ჯოჯოხეთურ ომში ვეება სახელმწიფო რუსეთი ვეება რასაკვირველია, თუმცა ფართობთან მიმართებით ნაკლები მოსახლეობით სულ რაღაც 140 მილიონი ცხოვრობს. ბევრია ჩვენთვის, მაგრამ პატარა ბანგლადეშში ვინ იცის და მე ვინც კი არა ნამდვილად მეტი ცხოვრობს, ხო არის მაგათ. კარგით არა აქვს ამას მნიშვნელობა. მოკლედ ვეება რუსეთი მარცხდებოდა. ამას ვამბობდით 2 წლის წინ. ინტერვიუში მე და თქვენ სტუდიაში ჩემთან. 1 წლის წინაც ამას ვამბობდით. მაგრამ ახლა ალბათ უფრო თამამად უნდა ვთქვათ, ხო არ ვწდები? აი ბოლო რამდენიმე თვეა. საქმე იმაში გახლავართ, ბატონ ერაკლი, ჩვენ რას ვუძახით მარცხს, ხო? მე და თქვენ დავხვდებოდით იმაზე, რომ უკრაინის შეერაღებული ძალები, რა თქმა უნდა, მოსკოვს შტორმით ვერ აიღებენ. ჩვენ დავხვდებოდით იმაზე, რომ თუნდაც აი ჩვენ გავიხსენოთ, ზუსტად აი 2 წელიწადი უსრულდება იმ უნიკალურ ოპერაციას, რომელიც ჩაატარეს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ხო? თუნდაც კანონიკურად ეგრეთ წოდებული, კანონიკურად აღიარებული რუსული ტერიტორიის თუნდაც რამდენიმე თვით უკრაინის შეერაღებული ძალების მიერ დაკავება, ეს აგრეთვე ისტორიაში ჩაიწერა. იმიტომ რომ ეს უკვე ისტორიული ფაქტია. უკრაინელი გენერალი გვარად რომანოვი იყო რუსეთის სუვერენული ტერიტორიაზე
კომენდატურის, საოკუპაციო კომენდატურის ხელმძღვანელი, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Თლათ უკეთესი ნამდვილად იქნებოდა კურსკის ობლასტი და კურსკის ატომური ელექტროსადგური რო დაეკავებინათ უკრაინელებს, იქ გაცილებით უფრო მეტად გამოჩნდებოდა ამ ომის სამარცხვინოობა და მარცხიანობა რუსეთისათვის. მაგრამ მოდით ახლა 2026 წელს მივუბრუნდეთ. პრაქტიკულად უკვე რუსეთის ყველა მოქალაქემ იცის, რომ ომი მიდის მათ ქვეყანაში. ომი მოვიდა მათთან და თუ მათი აი ეს პოლიტბიურო 2.0 არ მოეგება, არა მარტო ვლადიმერ პუტინი პირადად, არამედ მთლიანად ეს დიდი დაჯგუფება, მე მაქსიმალურად ვცდილობ არ ვიხმარო მაკრიმინალიზებელი ტერმინები, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ესენი ბანდ დაჯგუფება არიან. თუ ეს ბანდ დაჯგუფება არ მოეგება გონს, იქნება მხოლოდ უარესი მათი საქმე. იმიტომ რომ აქ არათუ გამარჯვების ალგორითმი, არამედ აქ მიტაცებული ტერიტორიების კონტროლის ალგორითმი აღარ გააჩნია ელცინ პუტინის რუსეთს. ყველა პრაქტიკულად ნამდვილად ზალუჟნი, სირსკის და მე ახლა გენერალ დრაპატიში საერთოდ ეჭვი არ მეპარება, ეს საერთოდ საუკეთესო კრიზის გენერალი არის, საერთოდ ამ ომში ეს ცნობილი ფაქტია ყველას აქ რუსებსა იტონღერებული. ამიტომაც ამ რეალობაში, როდესაც შენ თქვა იკავებ 100-დან 150 კილომეტრამდე ტერიტორიას ესე განივად მიცოცავ და მე ამ ტერიტორიას შენ გადაგიქცევენ უბრალოდ kill zone-ად. ხო? აი თქვა დონეცკი შენია, ხო? ითვლება რაღაც ამბავი აქეთიკი. ლუგანსკი მთლიანად ჩემია, გაიძახიან 95% გამანთავისუფლეთ და ყვირიან. აი ახლა დნეპროპეტროვსკის შევალთ, აი ახლა იმას ვიზამთ, ლამის ხერსონს მეორე დავიღებთ და მიმდინარეობს ეს ყველაფერი. ჩვენ ამას ხედავთ როგორც მათი გენშტაბის იმეებზე, რელაციებში, როდესაც კუპიანსკი აღებულია რამდენჯერ? მესამე ხო თუ მეოთხე? და შიგნით ჩარდის ახლა ის სუვერენული პრეზიდენტი და იქიდან გელაპარაკებ, რომ აი კუპიანსკი ეს არის. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც უნიშნულოვანესი არის ის, აი მე და თქვენ ბატონო ირაკლი მივეკუთვნებით იმ თაობას, თუ როგორ შემოვიდა გახსოვთ, ხო? აი საბჭოთა კავშირის ისტორიაში როგორ შემოვიდა ავღანეთის ომი, ხო? ყოველი საბჭოთა ადამიანის ცხოვრებაში, ხო? არა, რაღაც რეპორტაჟები რომ მიყავდა ეს ჭახრენწყულსმიანი ძალიან კოლორიტული ჟურნალისტი იყო ტასის, რომელსაც მიყავდა გვარს და სახელს ვერ ვიხსენებ, დუშმანზე რო ლაპარაკობდა ესე ჭახრენწყულსმით, ეს არაფერი არის. ეს იყო რეპორტაჟები 80-91 წელი, მაგრამ როცა დაიძრა ზუსტად აი ეს ეგრეთ წოდებული ტვირთი 200 გრუზ 200 რასაც რუსულად ეძებდნენ. აი მეში ყველა საბჭოთა ადამიანმა მიხვდა, ყველა საბჭოთა ადამიანმა გააცნობიერა მაშინ, რომ ავღანეთში ნამდვილი ომი. ზუსტად ეხლა რუსეთის მოსახლეობას და განსაკუთრებით მისი ევროპული ნაწილის მოსახლეობას ეხლა აქ აი ეს საბოლოო გამოფხიზლების მომენტი, რომ ეს ომი მოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და იგი თუ ჩვენ არ შევწყვიტეთ, ის არსად არ წავა. მაგრამ გიორგი ბატონო, მე ცოტა მეცაც ვიტყვი. წინ ზამთარია და ზამთარი მოსკოვში და პეტერბურგში. როდესაც იბომბება, როდესაც მოწინააღმდეგეს უკვე შენი ენერგეტიკული სისტემის აი ასეთ დარტყმის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა აქვს, ეს ცოტა სხვანაირი რამე. მე არ მინდა არ მომოძრაობს აი შურის მაძიებლობა, მაგრამ საქართველოს გადმოწყვეტი. რუსეთის მოსახლეობის 99%-მა საერთოდ არ იცოდა რა იყვნენ და ვინ იყვნენ ენერგომამები, და იქ აფხაზეთში რა ომი იყო, ენგურგესი არსებობს თუ არა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ღმერთის მიერი სამართალის იმდეგვარად მოეწყობა რუსეთისათვის, რომ ისინი მიხვდებიან რა გამოიარეს ქართველებმა 92-ში და 93-ში. და აზერბაიჯანელებმაც 92-ში, 93-ში, 94-ში. როდესაც მიიღეს უზარმაზარი რაოდენობა ტოლვილებისა და მათი ენერგოსისტემა დაემხოს საერთოდ. ორივე ქვეყნის, ხო?
რა დღეში იყო, რა რისკების ქვეშ იდგა, ეხლა კიდევ ერთხელ ჩემი აღფრთოვანება, მე ჩემი 2 წლის წინამდე შეფასებას გავემეორებ. რუსებმა ვერ გაიგეს, რომ ვლადიმერ ზელენსკის სახით მათ საქმე აქვთ პან იუზეფ პილსუდსკის ხარისხში აყვანილ კარლ გუსტავ ფონ მანერჰაიმთან. ვერ გაიგეს ამათმა ეს ჯერჯერობით, რა ვქნათ ეხლა, умом Россию не понять, а другим местами очень больно. ხო და როგორც ეს რეალობა როგორც ვითარდება, მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ზამთარი რუსეთში იქნება იმ დაგვარი, როგორც მათ უნდათ უკრაინელებისათვის 2024-შიც და 25-შიც. რასაც ისინი იმსახურებენ. აღაი ფინეთის ლიდერი ახსენეთ, მაშინ მითხარით სიმო ჰაიჰავინ იქნება. ვინ ამ შეიძლება ბევრზე ითქვას, მაგრამ მაინც ხო უკრაინას ბევრი ასეთი სიმო ჰაიჰა ყავს. ხო მეტახმებით? რა თქმა უნდა. გენიალური გენერალი, რომელმაც ის მოუწყო ის სასწაული ოპერაცია იყო, როდესაც პრაქტიკულად 2 დივიზია ისე დაკარგეს, რომ უბრალოდ გასროლა არ დაჭირდა. ამას გულისხმობთ კი ბატონო. პრაქტიკულად გასროლა ზამთარით მოუკლეს დაახლოებით 40,000 ჯარისკაცი ამ გენერალმა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, კონკრეტულად 91 წელს, დასავლეთმა თითქოს ერთი ვერსიის თანახმად ბოლომდე არ მიიყვანა საქმე. არის ასეთი საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ოდესღაც და ახლა უკვე ამერიკელი ისტორიკოსი ფერჩინსკი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი რესპონდენტიც ყოფილა, რომ უნდა ჩაეკლათ მაშინ საბჭოთა KGB. ახლაც ხომ არ იქნება ემანდ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ხო, აბსოლუტურად გეთანხმებით. აბსოლუტურად გეთანხმებით. გავაგრძელებ ამას. ამგვარივე შეცდობას ხო არ დაუშვებს კოლექტიური დასავლეთი. იმიტომ რომ ის შემდეგ მე ბევრი მრავალწერტილის დასმა შემიძლია. ბირთვული სახელმწიფოა, დეზინტეგრაციული პროცესები არ გვაწყობს და ასე შემდეგ. ეს შიჩი ამის თაობაზე ხანდახან გვაწუხებს, ხანდახან წაგვეფიქრება. და თუ დაუშვებს ამგვარივე შეცდომას, ეს ნიშნავს, რომ რუსულადაც იტყოდა კაცი, ინგლისურადაც იტყოდა კაცი, ფრანგულად რა მოგახსენოთ არ ვიცი, იტყოდა კაცი ამგვარ რამეს, რომ პირობითად 30 წლის შემდეგ რუსეთი წავა ისევ რევანშზე, იმიტომ რომ ეს რევანშისტული სახელმწიფოა, რომელსაც თუ იმპერია არ არის, გამიგზელდა კითხვა გიბოდიშებთ, მას არსებობა არ შეუძლია და ყველაფერს გააკეთებს, რომ იმპერია დარჩეს და იბრძოლოს და მერე გაფართოვდეს, მეტი მოიხვეჭოს, რაღაცა რასიაზე უკრაინელთან ლაპარაკობს რაღაც სლავურ იდენტობაზე, ქართველთან ლაპარაკობს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ იდენტობაზე, რატომაც ერთნი, ხო? ეხლაც იღებენ კლიპებს ამ წამებში, მეთქი ამ დღეებში, ამის თაობაზე, რომ всё-таки единое государство, ხო? ეს ნათქვამისა პუტინს, რომ მე ეს მინდაო ვაღვადგინო. მოკლედ, ჩაკლავს თუ არა დასავლეთი ახლანდელ რუსეთს მოვლენების სწორი განვითარების დინამიკაში. თუ დასავლეთს აღარც არავინ ეკითხებაო, თუ ვინმე მეტყვის, შეიძლება ესეც ადეკვატური პასუხი იყოს, იმიტომ რომ უკრაინა თვითგვარი სახელმწიფო ხდება და მორალური ლიდერი მეორე მხრივ. იბოდიშებთ გამიგზელდა მართლა კითხვა თუ ჩემი რემარკები. არა, ძალიან საინტერესო რემარკა არა, თქო უნდა ბატონო ირაკლი, რატომ იცით ეხლა მე ძალიან მიჭირს ხო პროგნოზის გაკეთება. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიყავით მოწმენი, როდესაც პირველი კალათის შემდეგ ბალტიის რესპუბლიკები პრაქტიკულად დაშვებული იქნა იმდაგვარი სტრატეგიული შეცდომები, როგორც იყო, რა თქმა უნდა, კავკასიის და ბალკანეთში იმ ომების და მარტო რუსეთი არ იყო. სლობო მილოშევიჩის ესეთი თავხედობა, ბოდიში მომთხოვია 92-დან 99 წლამდე მოთმენადი არ უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა. მაგრამ. ხო, ახლა იგივე იუგოსლავიასთან მიმართებაში რა, ბირთვული არ ჰქონდათ თუ რაჩენ ბოდიში მომთხოვია ფეხებს წარმოადგენდა, ხო გამოჩნდა, როდესაც მოინდომეს.
კი ბატონო. ზუსტად აქ ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ ჩვენ პროგნოზით კი არ უნდა დავკავდეთ ქართველები, არამედ ჩვენ ყველანი ვინც ვამტკიცებთ, რომ რომ ჩვენ პრობლემურ სახელმწიფო თარიღში გადავედით სომხეთთან ერთად და აზერბაიჯანთან ერთადაც დასავლეთთან ურთიერთობაში, ხოლო მოლდოვა და უკრაინა გაიჭრა წინ ყველანაირად გაგვისწრეს და ყველაფერში გაგვისწრეს, ეს შეიძლებოდა, რომ ეს არის ანომალია, რომელიც წარმოქმნა ომის შიშმა და მისი ამ ომის შიშის ექსპლუატაციამ ქართულ მოსახლეობაში. ეს პირველი. სხვათა შორის ბიძინას ოცნების ქართული კოშმარის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ თქვენ ძალიან კარგი საავტორო იდეა აბა ომი გინდა, აგრეთვე შეიძლება პროდასალურმა ლიდერმაც ძალიან კარგად გამოიყენოს და ქალბატონმა მაია სანდუმ ყველა საჩვენა თუ როგორ უნდა გამოიყენო საავტორო იდეა, რომელიც თქვენი იყო. მაგაში არ გედავებით, ნამდვილად უზბეკეთიდან ჩამოტანილი ესა გლავნია შტობინებელა ვაინი, თქვენ ძალიან კარგად ამუშავეთ 2024 წელს, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად იმ პლანზეც, რომელსაც წარმოადგენს როგორც ასეთი ევროატლანტიკური სივრცე, ესეც ძალიან კარგად გამოყენებადი არის და შესაბამისად არა მარტო საარჩევნო ტექნოლოგიებშიც. მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა იმ რეალობას, რომელიც ჩვენ გარშემო ყალიბდება. ზბიგნევ ბჟეზინსკი ამას ეძახოდა ევრაზიულ ბალკანეთს. ეს მოხაზული არის, ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც წინაშანიდან იწყებოდა და მთავრობას აკუთვნებდა ბალკანეთის იმითი და რა თქმა უნდა კავკასიის რეგიონის შიგნით არის მოქცეული მთელი ლამის, ეს არ არის მარტო სამხრეთი რუსეთიდან და მთელი უკრაინიდან და ამაში შედიან შესაბამისად ავღანეთით დაწყებული მთელი ირანი, მთელი თურქეთი, სირია, ერაყი და ასე შემდეგ, ვისაც წაუკითხია The Great Chessboard, დიდი საჭადრაკო დაფა. ზბიგნევ ბჟეზინსკის ის რუხა თვალწინ უდგას. ობიექტური რეალობა არის იმდაგვარი, რომ ჩვენ თვალწინ არის ორი უზარმაზარი კონფლიქტი, უკვე რომლის გაჩერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. უკრაინაზე უკვე ვილაპარაკეთ, ეხლა რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ თქვენ ირანზეც დამისვენთ შეკითხვას, ხო? ის რაც მოხდა 2025 წლის ბოლოდან ირანის და მისი პროქსიების ფრონტზე აისახება მხოლოდ ერთადერთი ტერმინით. თქვენ ახსენეთ, რომ მაგრები არიან სი ძინპინიცა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, მაგრამ მათ მომავდაემართათ კატასტროფა. ვერც ერთი ბატონო ირაკლი ჩამოგდებული F-35. ბრძოლაში ვერ შესული ვერც ერთი ჩინური და რუსული ვერც აერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო და ვერც ერთი ავია საშუალება. თან ჩვენ ამას ხედავთ მარტო ირანის ერთის მხრივ და ისრაელ-ამერიკის მეორეს მხრივ შეიარაღებულ ძალთა დაპირისპირებაში კი არა. ჩამოთვალოთ სამხედრო კონფლიქტები. ბირმა-მიანმარის ერთის მხრივ, რომელიც ჩინეთის პრაქტიკულად ვასალიტეტია და მეორეს მხრივ ტაილანდის შეიარაღებული ძალები, სადაც ტაილანდის სამხედრო საჰაერო ძალებმა ზუსტად იმ F-35-ებით და F-16-ებით სამ დღეში მოუთავეს ბირმა-მიანმარის ხელისუფლებას დაანახვეს, რაც წარმოადგენენ ისინი. პირველი. მეორე, შეტაკება პაკისტანის, რომელმაც შეისყიდა თავისი ბრიქსული იმეებით, რა ქვია, წარმოდგენებით, ის იგივე ჩინეთისგან შეისყიდა. ის ზუსტად ავიაგამანადგურებელ ბომბდამშენები, რომელსაც ჩინეთი აცხადებდა მეხუთე თაობისად და ისინი შეეჯახდნენ ინდურ F-35-ებს. შედეგი აბსოლუტურად იგივე. უშანსოდ წაგებული ბრძოლა ჰაერში. უშანსოდ განადგურებული ლოკალური ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ირანზე ახლა ყველაფერი გასაგებია. მე ძალიან მეხალისება ხოლმე კიდევაც, როდესაც ვიცმენ ამ გამონათქვამებს, რომ ამერიკამ და ისრაელმა წააგეს ომი ირანში. მეგობრებო, სპარსეთის ყურის ქუვეითის განთავისუფლების ოპერაციაში კოალიციამ დაახლოებით 150 საფრენოსნო აპარატი დაკარგა ბრძოლაში და პილოტებში მსხვერპლი იყო. მეგობრული ცეცხლით უფრო მეტია მოსპობილი, ვიდრე
ირანმა შეიარაღებულმა ეს 4 სტაბითა და ამ ჩინური J-20 არმაცოს J-26 თუ რაღაც სტები თუ J რაღაც 27 აი J-26 რო ქვია აი ამათ თვითმფრინავს ერთი ვერ დაუზიანა ჩამოგდებაზე არ არის ლაპარაკი პილოტი ვერ აიყვანეს ერთი ამერიკელი პილოტი იყო F-15-დან რაღაცა დაემართა და ისიც დროზე გამოიყვანეს ამერიკელებმა ეს არის კატასტროფა არის რეჯეპ ტაიპ ერდოღანისათვის რომელმაც რუსული S-400 გულისათვის გამოიყვანა თურქეთი იმიდან F-35-ების საწარმოო ციკლში ჩართული ნატოს ბლოკი წევრი ქვეყანა კატასტროფა არის სი ძინპინისთვის გახსოვს ხო რა ბექგრაუნდი შეხვდა სი ძინპინი დონალდ ტრამპს რამდენიმე თვის წინ როდესაც ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი სიკვდილით დაჯაზე გაუშვი როგორც ქვეყნის ლიდერმა ისეთ ქვეყნისა როგორც ჩინეთი ეს ყველაფერზე ლაპარაკობს ეს ლაპარაკობს გაცილებით მეც ვიდრე შენი ხელოსახვით მოძრაობები მე მაგ ერთი ბანალური შეკითხვა და განსაკუთრებით ბიზნეს ოცნება ქართული კოშმარის წარმომადგენლებისათვის იმის შემდეგ რაც ყველაფერი რაც მოხდა 2022 წლიდან მოყოლებული და განსაკუთრებით 25-21 წელს მათ შენეთ ერთადერთი შერაცხადი მთავრობა ამ პლანეტაზე რომელიც შეიძენს რუსულ ჯარს ან ჩინურ იმას რა ქვია ჩირპატრიობს სამხედრო ტექნიკაში რაც შეეხება ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო და საავიაციო შეიარაღებაში აი ეს არის ძირითადი მიზეზი რომელიც დააყენა სხვათა შორის დონალდ ტრამპმა როდესაც ჯერ 2025-ში მიბომბა ეს შენი ირანი პირველი 12 დღიანი ოპერაცია რო ჩაატარეს მერე ამ არ მინდა ლაპარაკი კაი ვიტყვიათ ხელუხიშად ამ პინტგოიმებს გაასწრონინეს რაც კონდათ ის 300 რო ისა რა ქვია თავიჩქუეში რო ისრაელი უნდა მოესპოთ გამოავლინეს რისი უნარი და რისი შეიარაღება კონდათ ამათ მერე მოამზადეს ოპერაციის მეორე ეტაპი და დაიწყეს მეორე ოპერაცია. აი ეგ არის გინეცვალე სამხედრო საქმე. აი ესე კეთდება ომი. როგორც ახლა ამას აწარმოებს ორი ერთი ზესახელმწიფო და მეორე მინი ზესახელმწიფო. სახელი არის მათი ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. აი ისწავლეთ უცოდინრებო პლანეტა დაკრძაზე. ბატონო გიორგი, აი ერთი ზესახელმწიფო, მეორე როგორც თქვენ მოახდინეთ სახელდება მინი ზესახელმწიფო. ხომ არ იკვრება, ნახეთ უცნაური კითხვაა. მინი ზესახელმწიფო სამკუთხედი ზესახელმწიფო, მინი ზესახელმწიფო და სახელმწიფო, რომელიც ევროპის ლიდერი, ყოველ შემთხვევაში მორალური ლიდერი ნამდვილად ევროკავშირის სივრცეში და სამხედრო თვალსაჩინო ვინ წარმოიდგენდა სამხედრო თვალსაჩინო დიდი სახელმწიფო ხდება. რეგიონის მასშტაბით რა საკვირველია არაბული შეიხატების ლიდერები უკრაინას არაბული შეიხატების ლიდერები რიგში ჩამდგარები რომ შენი ჭირიმე შენი უპილოტო სისტემებისა და შენი საწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტები გამოგვიგზავნია ეს რო ვინმეს ეთქვა 2022 წელს რომ უკრაინა ამას გააკეთებდა მე და თქვენ მასხარა დაგვიგდებთ მაგრამ ფაქტის სახეზე 2022 წელს დამდგარი შედეგის სახეზეა და ზუსტად რომ ბიზნეს ოცნება ქართული კოშმარის წარმომადგენლებს რომ გამოცხადებული ქონდა და აი ახლა იმბიტაური ტრამბიტაური მოხდებაო თქვენმა სათაყვანებელმა დონალდ ტრამპმა რომელსაც თქვენ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ უბედავთ და მადლობა ამას რომ ვერ უბედავთ პირადად იმიტომ რომ მაგ დემჭკუა ჯერჯერობით ყოფნით ისევე როგორც ისრაელს სხვათა შორის მე გაოცებული ვიყავი მაგალითად როდესაც ხამასმა ის ჩაიდინა რაც ჩაიდინა რომ არ გამოვარდა ეს ჩვენი პოლიტიკური დაჯგუფება და არ გამოაცხადა შეხედეთ როგორი გენიოსია ბიძია რომ მეორე ფრონტი ეგერ გაახსნევინა იქ და ჩვენ აგვაცილა ეს საფრთხე კიდე კაი ესეთი სისულელი არ უთქვიეთ მაგრამ ამას ველოდებოდი სხვათა შორის მაგრამ არ წამოწდათ მადლობა მერც ხო და შესაბამისად ჩვენ ნამდვილად ეს რეალობა გვაქვს გეთანხმებით ბატონო ირაკლი ჩვენ გვაქვს მინი ზესახელმწიფო ეს არის ისრაელი ეს არის მისი უძლიერესი დიასპორა და წარმოდგენილი მისი ფენომენალური ინტელექტუალური
პოტენციალის მატარებელი მოსახლეობით, რომელიც არ ცხოვრობს ისრაელში და დამთავრებული იმ მოსახლეობით, რომელიც ყავს ისრაელს. რომელიც პრაქტიკულად მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ყველაზე წარმატებული ნეორომაული რესპუბლიკა მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნის დასაწყისში. აი ეს იყო ძველი რომი. აი ესეთი რესპუბლიკა იყო ძველი რომი. ნუ ხო, ჩვენ ყავს ანუ როგორც ვთქვით ისრაელი, ჩვენ ყავს ამერიკის შეერთებული შტატები, ზუსტად უინსტონ ჩერჩილი რო ეძახოდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ეს არის ის დიადი რესპუბლიკა, რომელიც მოეშველება დედასამშობლოსო და არ დაუშვებს ადოლფ ჰიტლერისა და იმ ბნელეთის გაბატონებასო სოფლიოში. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს აი პრაქტიკულად ახალ დაბადებული და არავის არ დავიწყდეს, რომ ბრძოლაში დაღვრილი სისხლი, მოპოვებული გამარჯვებები და გაძლებული წარუმატებლობები, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ადუღაბებს უკვე ჩამოყალიბებულ უკრაინელ ერას. ვინც იყვნენ ჟდუნები და ვინც იყვნენ ლუგანდონიის ერთგულები, იმათ თავისი არჩევანი გააკეთეს. იმათ ყირიმის რეფერენდუმშიც მისცეს კვაზი რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა. იმათ მისცეს ვლადიმერ პუტინს 25-27,000 ჯერ არ დათვლა და ვერც დაითვლიან ის რაოდენობა აი იმ ზუსტად ლუგანდონიის უბედური მამაკაცთა მოსახლეობის კონტინგენტისა, რომელიც უკვე ჩახოცილი არის ამ ომში. იმათ ისინი დროშებით ეგებებოდნენ ასვაბაძიწელებს. მათ ჰქონდათ თავის დროზე უკრაინის პასპორტები, მაგრამ ამათ ყველამ გააკეთეს თავისი არჩევანი. რას იცან? ესეთია. არჩევანის თავისუფლებით მათ ის არ მიიღეს. ხოლო ჩვენ გვაქვს მესამე ზუსტად ის, რადგან მე მინდოდა ჩემი ქვეყნისათვის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენგან ვერ გამოვიდეთ. ეს არის ახალგაზრდა, დაიმახსოვრეთ. ბატონებო და ქალბატონებო ყველა. ეს არის უკვე ახალგაზრდა ნეორომაული რესპუბლიკა ევროატლანტიკური ცივილიზაციის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ რესპუბლიკას ქვია უკრაინა. და ის რაც გააკეთებს, მალე ნახავთ. ერთი კითხვაც, არ უბრალოდ ამთავრებთ გადაცემას, მაგრამ ორი კითხვა დამჭა, 2-3 კითხვა და ვინც ის და მე ჩაკითხვებიც. ვინ წარმოიდგენდა, ასე დავიწყებთ თქვენის ნებართვით, რომ რომელიმე ერთი უკრაინელი ან ამიშლობა აგრაერონების პირი, მით უფრო სამხედრო, დათავხედდებოდა ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ და ითხოვდა ამგვარ რამეს, რომ ვინც ის და წითელ მოედანზეც კი ჩამოვარდება ბომბები. წითელი მოედანიც კი დაიბომბება, თქვენ გამოსახულებას ვერ ხედავთ თქოს ბატონო გიორგი, თუ ხდება. მოდიში მე მგონი იქნება ჩემი მობილური და მინდა რომ შევარდეთ. მანამდე მე ვილაპარაკებ თქვენის ნებართვით მონოლოგის რეჟიმში. მოკლედ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, ახლა უკვე უკრაინიდან, კიევიდან რუსებს ემუქრებიან ჭყალების გარეშე და ეუბნებიან, რომ იცით რა არის? ამ ზამთარს, ამ შემოდგომაზე, ამ ზამთარს, თქვენ ზამთარი გელი ბატონო გიორგი ბოშოვის ძალიან სწორი რემარკები გააკეთა, რომ რუსეთისთვის ეს ზამთარი, აი მომავალი 26-27 წლებისა, ვინც ის და უფრო რთულიც კი იქნება, ვიდრე გასული 4 ზამთარი იყო უკრაინისათვის. მაგრამ წითელ მოედანზე მინდა გავამახვილო ყველგან, მესმის რომ კითხვაც უკრა რიტორიკულია შესაძლოა, მაგრამ აიც გამოვრიცხავთ, რომ წითელი მოედანიც აფეთქდეს. ეხლა მე მაინც და მაინც რაღაც დრამატული მავზოლეუმი აფეთქდეს, რაღაც ლენინი განმოვარდეს, მაგაებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ესეც ერთ-ერთი, მათ შორის ფსიქოლოგიური გარდამტეხი ამბავი იქნება, ისევე როგორც ყირიმში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყება. მესმის რომ უკრაინელებს შესაძლოა მოცემულ ეტაპზე რაღაცა არ ყოფნით ჯარი, რაღაცა, მაგრამ თუ იმ ყირიმის ხიდი, თუ ის ყირიმის ხიდი დაუტოვეს, კერჩის ხიდი და იქიდან წავიდნენ ორი ობიექტის აფეთქება, ყირიმის ხიდი, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ყირიმის ხიდი, ერთის მხრივ და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანკოის, ეს არის ყირიმის სამტრედია. მაგალითად, ნებისმიერ მოწინააღმდეგემ საქართველოს რომ გაუნადგუროს სამტრედიის რკინიგზის ცენტრალური კვანძი, საქართველო პრაქტიკულად გადაჭეხილია ორად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს
საქართველოს ცოტა მეტი უნდა ოქნა, ხაშურიც უნდა დაუბომბო ისე ჩვენ შორის დარჩეს და აი ეს არის მთელი ოპერატიულ სტრატეგიული მისი, რა ქვია, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დასავლეთ და აღმოსავლეთ დანაწევრებულ ნაწილებად ყირიმში ეს უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა, ყირიმის ხიდის აფეთქება არის პირველი, მისი სავალი ნაწილების და მეორე არის ჯანკოის ეს ზუსტად სარკინიგზო კვანძი. რა დროსაც ჩვენ ვიცით, რომ ყირიმი ოპერატიულ ალყაში არის. всё, მორჩა. დაწყებული бенზინით, დიდ ბოდიშში მოთხოვია. ომია და бенზინი, როდესაც ნავთობპროდუქტები არ აქვს, მეომარჯარს, ჩვენ ვიცით მას რა ემართება. და დამთავრებული იმით, რომ პარალელურად ენერგეტიკული ბლოკადა სრულიად რეალური ხდება და ყირიმის მოსახლეობას აგრეთვე მედარწმუნებული რომ უმძიმესი ზამთარი. ეს ყველაფერი არის ის შესაძლებლობები, რომელიც უკვე ოპერატიულ ტაქტიკურად გააჩნია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ხოლო ზალუჟნი კიდევ ერთხელ გამომეორებ, ზალუჟნის სირცხის და ეხლა უკვე დრაპატის ამდაგვარი გენერალიტეტის არსებობა მე აბსოლუტურად მარწმუნებს იმაში, რომ ეს გამოყენებული იქნება მაშინ, როდესაც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება მოწინააღმდეგისათვის და მინიმალურად იქნება დანაკარგებთან ასოცირებული. რომლითაც ახლა მოგმართავ თქვენ, ბატონო გიორგი, არის არა მარტო ტრაფარეტული, არამედ გავბედავდა საკუთარ თავზე ვიტყვი, რომ იდიოტური, კითხვაზე ვიტყვი უფრო ზუსტი. მაგრამ სხვა ინტერპრეტაციით ეს კითხვა ხმიანდება ჟღერს ასე. სადა ამასობაში ჩვენ სად ვარ ჩვენ სადა ამასობაში ბედკრული საქართველო. 90-იან წლებში 31 მარტს 1991 წელს თქვენ იყავით რეფერენდუმზე. ნამდვილად. მიეცით ხმა საქართველოს თქვენც მეც ვიყავი რეფერენდუმზე 20 დღის გამხდარი ვიყავი 20 დღის წინ 11-ში გავხდი შესაბამისად 18 წლისა და 73-იანი ვარ და მივეცი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ხმა. ჩვენ ის როგორც იყო ისე თავისი ტკივილებით, თავისი პრობლემებით, თავისი აღბართებით ის დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. აი თქვენ უზბეკეთი ახსენეთ თუ არ ვწდებიან ერთ-ერთი ცენტრალური აზიის სახელმწიფო იმ სახელმწიფოებს არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მათ მიართვეს ხონჩით. არსებითი სხვაობაა ჩემი აზრით. ხონჩით მირთმეულ თავისუფლებასა და მოპოვებულ თავისუფლებას შორის განა რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. არის. ერთიც და მეორეც, უზბეკეთიც და საქართველოს, მაგრამ მე ძვირფასება მე დამოუკიდებლობას რომ მივეცი რეფერენდუმზე ხმა, ან 88 წლის შიმშილობაში 22 და 29-მდე პირველი 3 საათი რომ შიმშილე თუნდაც მე ძვირფასება მე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ახლა უკრაინის კვანძის გახსნის გათვალისწინებით ალბათ ჩვენ ვისარგებლებთ, ან იმედი გვაქვს რომ ვისარგებლებთ. გარემოება, გეოპოლიტიკური ვითარება, ხო, ბევრი რამ აღარ ზეჟინსკი ახსენეთ და იქაც შემიძლია წავიდე. ხო და ამ ხსენებული დიდი საჭადრაკო დაფის შვეიცარიული ყველის ნასვეტებზეც კი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენ რას ვიღებთ? ვიღებთ რასაკვირველია მე თავისუფლებას, მაგრამ აი ხონჩით მორთმეულსა და მოპოვებულ მიღწეულს შორის რა სხვაობაა თქვენი როგორც ფილოსოფიურად მოაზროვნე კაცის თვალთა ხედვით? ჩვენ გვაქვს 2023-2026 წლების მდგომარეობით კატასტროფული დინამიკა. ქვეყანას და ერს არა მის ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, არ შეასრულა 12 რეკომენდაციიდან 9 სპეციალურად. მაგრამ ქვეყანას და ერს ჩვენ მოგვანიჭეს შესაძლებლობა რომ დაგვეწყო მაგალითად ევროკავშირში უკვე მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩვენ გვახსოვს 2024 წელს ჩადენილი შეჩერება ეგრეთ წოდებული 2028 წლამდე. ჩვენ ამ რეალობაში ვართ. ლიდერი სახელმწიფო, რომელმაც პრაქტიკულად თელსოფლიოს ამცნო რომ მარტო ბალტიისპირელები არ დაჯერდებოდნენ გამოსვლას საბჭოთა კავშირიდან და სხვა ერებსაც ჰქონდათ ეს უფლება. ლიდერი სახელმწიფო უმძიმესი ომების დროს, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დროს, პოსტსაბჭოთა სივრცეში. ლიდერი სახელმწიფო გვიანი შევარდნა
გვიანი შევარდნაძის, მთელი სააკაშვილის, გავახსენებ ბიზნეს ოცნება ქართულ კოშმარს, მთელი კოაბიტაციის გავრილოვის ღამემდე, ლიდერი სახელმწიფო და საზოგადოება, ეხლა ჩვენ ვართ პრობლემური სახელმწიფოთა რიგში. სომხებთან და აზერბაიჯანთან ერთად. ეს არის ობიექტური რეალობა. მაგრამ ეს აბსოლუტურად არაბუნებრივი მდგომარეობაა საქართველოსთვის. რამდენი ხანი დაგჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ გამოვასწოროთ ის, რაც ამათ 3 წელიწადში ქვეყანას ავნეს, აი ამაზე მე კონკრეტული პასუხი ბატონო ირაკლი არ მაქვს. იმიტომ რომ ძალიან მონდომებულები არიან. და ბევრი რამე სამწუხაროდ გამოვიდეთ. მაგრამ ეს რომ ჩვენი გამოსასწორებელი მე მაშინ ეჭვერება. რა თქმა უნდა. და იმას რომ გამოვასწორებთ აგრეთვე ეჭვერება. ხო, თუმცა აქ ვაი და რა თქმა უნდა, ჩემთვის მაინც ცოტა თავს უფლებას მიცემ პროგნოზირებას, რომ ეს არ არის 2026, რა თქმა უნდა, მაგრამ კრიტიკული ალბათ 2027 წელი იქნება. ალბათ 2027 წლის გაზაფხულიდან დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც როგორც კავკასიის რეგიონში, ისე განსაკუთრებით უკრაინისა და ირანის ფრონტებზე პრაქტიკულად ის ვინც დასამარცხებელია და ის ვინც თავისი სიბრიყვითა და სირეგვენით ეგზომ გამოირჩა, ისინი მიიღებენ ძალიან მწარე შედეგს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანი ქართველები მზად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ბენეფიტები მივიღოთ ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი საზოგადოებისათვის. გიორგი ბერულავა იყო ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, ექი ფსიქიატრი. ძალიან დიდი მადლობა მაყურებლისათვის, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მაყურებლისათვის თქვენი აზრების მოსმენა, თქვენთან ჩემი ინტერვიუ იყო არა თუ უბრალოდ დამაკმაყოფილებელი, იმედის მომცემიც და რაც თავარია, ძალიან კვალიფიციური πასუხები გამეცით და უკვე მე რამდენად აგიმხელთ და მე ფრიერ კმაყოფილი ვარ თქვენთან დიალოგით. მე იმედს ვიტოვებ ბატონ გიორგი, რომ თქვენ გამონახავთ დროს და იქნება და ჩემს გადაცემა კონტექსტშიც ამ თვის შუა პერიოდში 7-დან 21-მდე იქნება და ვესაუბროთ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა, გამარჯვებას გისურვებთ. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა.